სხვადასხვა სამართალდარღვევების გამო მოქალაქეებისთვის ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე ამნისტია ცხადდება. პრემიერ-მინისტრის მიმართვის საფუძველზე პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განეხილავს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე განმარტავს, ვის აღუდგება 1 იანვრიდან მართვის მოწმობა და ვის არ შეეხება აღნიშნული ინიციატივა. თუ პირს ალკოჰოლური სიმთვრალის გამო ან შემთხვევის ადგილის მიტოვების გამო ასევე ნარკოტიკული საშუალების მცირეოდენობით შეძენისთვის, ასევე მოხმარებისთვის ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობა და ასევე თუ ქულები გაუნულდა და ამის გამო აქვს მოწმობა ჩამორთმეული 1 იანვრიდან მათ უკვე აღუდგებათ მართვის მოწმობები, ალკოჰოლური შემთხვევაში 1 თებერვლიდან, იმიტომ რომ მათ შორის გამომდინარე იქიდან რამდენიმე 1000 ადამიანზე საუბარი ტექნიკური გამართულობაც იქნება ამ ყველაფრის საჭირო, ხოლო სხვა პირებს, მაგალითად ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში, თუ ისინი დინამიურ დასკვნას წარადგენენ და დადასტურდება, რომ ისინი აღარ არიან ნარკოტიკების მომხმარებლები, იმ მომენტიდან აღუდგებათ მართვის მოწმობა და შეძლებენ, რომ თავისი სატრანსპორტო საშუალებებით ისარგებლონ. არ შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული არის, მაგალითად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად თუ პირი დაზიანდა, ჯანმრთელობის ზიანი მიადგა ან გარდაცვალების ფაქტი დადგა და ამის გამო აქვს პირის მართვის მოწმობა ჩამორთმეული, მას არ აღუდგება მართვის მოწმობა. არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დღეის მდგომარეობით შეჩერებულია სულ 35455 მართვის მოწმობა. მათ შორის ალკოჰოლური თრობის საფუძვლით 18310, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის 1134, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის 3504, ქულების ამოწურვისთვის 791, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გამოტანილი განაჩენის საფუძვლით 327, სხვა მიზეზებით, მათ შორის წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო მართვის უფლება ჩამოერთვა 11389 პირს. შობიდან მიუყვები და მინდა რომ ბოლომდე ჩავწვდე არს. საჭადრაკოს სასწავლო ღონისძიებას ჭადრაკის მწვრთნელთა მეორე ეროვნულ ფორუმს მონაწილეები ზესტაფონიდანაც ყავდა. საბა ალალიძე და გია ჭანტურიძე. გვეუბნებიან, რომ ერთიანი სასწავლო მეთოდიკა და სისტემების სტანდარტიზებული მიდგომა ჭადრაკის განვითარებისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. მათივე თქმით, საინტერესოა რეგიონებში პროგრამა საფეხურების დანერგვა. ფორუმის დისკუსიულ ნაწილში რეგიონების წარმომადგენლებს მოусმინეს, მათ შორის იყო საბაც. ფორუმი ემსახურება საქართველოში მოქმედი მწვრთნელებისთვის ერთიანი პროფესიული სივრცის შექმნას, სადაც ცოდნის გამოცდილებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების გაზიარება ხელს შეუწყობს ქართული ჭადრაკის სისტემურ განვითარებას. ზესტაფონის საჭადრაკო სკოლიდან მოწვეული ვიყავით საქართველოს რიგით მეორე ეროვნულ ფორუმზე, რომელსაც 130-ზე მეტი ტრენერი ესწრებოდა საქართველოს მასშტაბიდან. შეხვედრა გახდა ძალიან საინტერესო და წარმატებული. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ საერთაშორისო დიდოსტატი და ევროპაში პირველი ტრენერი, ასე რომ ვთქვათ, წარმატებული მცდელი სერგეი ტივიაკოვი, ასევე ქართველი წარმატებული მცდელები დიანა დარჩია, ხვიჩა ბახტაძე, დიდოსტატები, რომელთაც ამ ნაბიჯების მეთოდი, ასე ქვია ჩვენს წიგნების პროგრამას, რომელიც ინოვაციურია და თანდათან შემოდის, უკვე ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით დაფუძნდა, იმიტომ რომ პირველ ფორუმზე მოხდა ამ წიგნის წარდგენა და მეორეზე უკვე გარკვეული შედეგები გვაქვს. ესე იგი, კიდევ შემიძლია დავამატო, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა დიდი იმედები მოგცა, ისაუბრა, мотивация მოგცა და რა თქმა უნდა ეს აღნიშნული ღონისძიება ჩვენს мотивациაზე და კვალიფიკაციის ამაღლებაზე დადებითად იმოქმედა. 2025-2026 სასწავლო წელს სკოლა ანაბასისის მოსწავლეები ჩაერთნენ ეთვინიგის პროექტში.
ეთუნიკი გახლავთ 20 წლიანი გამოცდილების მქონე ევროპული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს უამრავ სკოლას, მასწავლებელს და მოსწავლეს. დღეს წარმოდგენილი არიან ანაბასისის პატარა მეცნიერები, რომლებიც წარმოადგენენ თავს თუ როგორ ატარებს წყალს სხვადასხვა ნიადაგი. ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ამ პროექტში და თემატურად სხვადასხვა აქტივობებს ვახორციელებთ, როგორც მდგრადი განვითარების კუთხით, ასევე სამეცნიერო კუთხითაც. არსებული პროექტი 20 წლის გახლავთ და ერთ-ერთი უძლიერესი პლატფორმა არის. დღესდღეობით 12 ქვეყანა მონაწილეობთ პროექტში, რომელსაც ეწოდება მომავლის მცველები და ვახორციელებთ უამრავ საინტერესო და მნიშვნელოვან აქტივობებს გარემოს დაცვით, ეკოლოგიის კუთხით, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით. წელს პირველად ჩაერთო ჩვენი სკოლა ამ პროექტში და საკმაოდ დიდი მოტივაციით და მონდომებით ასპარეზობენ ბავშვები ევროპის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ამზადებენ პოსტერებს, პლაკატებს, ქონდა ასევე აქტივობა ნერგის დარგვა და დავრგეთ მომავლის მცენარე, რომელსაც უვლიან და რომელზეც ზრუნავენ ჩვენი პატარა ანაბასისელები. ამ პროექტის დახმარებით ბავშვები სწავლობენ გუნდურ მუშაობას, ბავშვები ეცნობიან სხვადასხვა კულტურას, ასევე იხმავებენ უცხოენის დონეს. მე მომწონს ინგლისურის სწავლა და მით უმეტეს რომ პროექტში რაღაცებს ვაკეთებ და თან მომწონს მე ეს პროცესი. მომწონს ინგლისური ენა. ხანდახან ხიარულობთ ხოლმე, თან თამაშობთ და ხან სიტყვას ვაპარებთ ერთმანეთს. ციობებს გავკეთეთ დღეს ენერგი დავდგეთ. შემდეგ წყლის ბრუნვა გავაკეთეთ თებშებზე. და ახლა ვაკეთებთ როგორ გადის მიწაში წყალი. ინგლისურად ყვებით რაღაცებს და ძალიან სასიამოვნო პროცესია. პროექტული სწავლება ავითარებს ძალიან ბევრ უნარს. მოსწავლეები ამ დროს სწავლობენ გუნდურ მუშაობას, სწავლობენ თავიანთი აზრების გამოხატვას, დაცვას, შესაბამისად იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენ სკოლა ძალიან პროექტებთან დაკავშირებით დიდი გამოცდილების მქონე სკოლა არის, არაერთ პროექტში გაგვიმარჯვია. წელს კი ძალიან სასიამოვნოა, რომ ქალბატონი ნანას მიერ ჩვენი მოსწავლეები ჩართული არიან ეთუნინგის პროექტში. ეს არის ევროპის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელშიც გაერთიანებული არის ევროპის ბევრი ქვეყანა და მასწავლებლები აქ უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან და აი ჩვენი ჩართვა ამ სკოლაში ქალბატონი ნანას დამსახურება არის. დიდი მადლობა მას ამ აქტივობისათვის. საკმაოდ შრომატევადი საქმიანობას ეწევა მასწავლებელი თავის მოსწავლეებთან ერთად. თვეში 4 აქტივობას ახორციელებს, უკვე განახორციელეს არაერთი აქტივობა ჩვენ სკოლაში. მცენარე დარგეს, გააკეთეს პოსტერები, შეისწავლეს პატარა ბავშვებმა უკვე წყლის ბრუნვა. დღეს აკეთებენ ექსპერიმენტებს ნიადაგის გამტარუნარიანობასთან დაკავშირებით, იძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს და ვფიქრობ, რომ ეს უნარები მათ სამომავლოდ ძალიან წაადგება და შესაბამისად არაერთმა შეიძლება აირჩიოს სწორედ მეცნიერული მიმართულება.